დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ? გუშინდელი დაღლის მერე დღეს ვერავდექი ადრე 10:15 წუთი იყო ავდექი. წამლები ნახევარი საწოლთან დავლიე, ვეღარ ავდექი და ვიღალე. რა ვაკეთე, მაგრამ დავიღალე და სველი მაქვს თავი და ვარ ასე მოსული. მართლა ძალიან დავიღალე მეგობრებო, გუში ყველაფერი მტკივა, ხელი ფეხი. არა უშავს ცოტას მოღონიერდები ახლა და შევდგები ისევ საქმეებს. დღეს ნორმალური ამინდი გვაქვს, ჯერჯერობით არც წვიმს და არც სიცხეა, ღრუბლიანია, მშვენიერი, კარგი. ნიავიცაა ცოტა, სარეცხით ჩემი მოძრაობს, განაობს. წუხე ისე დავიღალე, რომ ისე გადავივლე და დავწექი, თავი ვერ დავიბანე და თავი დავიბანე დღეს დილით. აღარ მივაკდები დღეს საქმეს, იმიტომ რომ დღეს ნათანიკო მეყოლება და მივხედავ ნათანიკოს. სხვა საქმეებს არ გავაკეთებ. ელემენტარულს კი ეხლა თქმა უნდა. იქნება ამინდი იყოს და მე ცოტა ხანს აქ ახლო პარკში გავიყვანო გარეთ, გავბედო როგორმე. ნახოთ გავბედო თუ არ გავბედო, მაგასაც ვფიქრობ. ძალიან ჭკვიანია, დამჯერია, მე ჩემს გამოვფიქრობ, რომ რამდენად შევძლებ, რომ ჩემი თავისი მედი მქონდეს, თორემ დამჯერი და ჭკვიანია ძალიან და არც შემაწუხებელი არ არის. მოვა დღეს ჩემი ნათანიკო და ნათანიელი ქვია. გატარებული არის ნათანიელი. ნათანიკოს ვეძახით. მე მოიყვანს მამამისი გიგა. დღეს გვეყოლება გასართობი. ყველაფერზე აქ კითხვა, რატომ სანამ ბოლომდე არ გაიგებს და მან ვერ გაიგებს იმას, რომ ეს რატომ და რისთვის, მანამდე არ მოგიშვება. ინტერესიანია. მანამდე მინდა რაღაცეები მოვასწრა ახლა ის ელემენტარულად, რომ მე მის განკარგულებაში ვიყო. გუშინ თქვი 6 ბანკა გამომივიდა, 6 ბანკას ვაკეთებდი ისედაც და 6 ბანკა გამოვიდა. შეფუთული მყავს ახლა აგერ. ამაში კარგად შეფუთული და დღეს და ხვალ საღამოს ავიღებ. საკმარისია. საჭმესაც დღეს ის ცოტა ვაჟესაცივი გვაქვს. ნათანიკოს რამეს გავუკეთებ და დღეს ისე ლაითად გავივლით საჭმეს, თორემ არაფრის თავი აღარ მაქვს მართლა. ხომ თქვენ ცივი საჭმელი გვინდაო და ჭამოცივი. ცოტა ხანში დავლევ ყავას, თქვენს ერთადაც კაი იქნება, მაგრამ ეხლა ვასწრებ ვიდეოს ჩაწერასაც. ცოტას მიმოვალაგო, რომ მე ნათანიკოს ერთად ვიყო და სხვა საქმეებზე არ გადავერთო და მაგიტომ ვასწრებ ეხლა ყველაფერს და
თან ჯერ ადრეა. რომელია საათი 10 საკლია 5 წუთი. ახალი გაღვიძებული ვარ, თავი დავიბანე და ჩემი ოთახი მოვაწესრიგე, იმიტომ არაფერი არ გამიკეთებია საერთოდ. საწავა, არსად არ წავა. ხო დღეს ბოლო დღეზე მიდის ამირანი წესით და რიგით 15 დღიანი ხომ იყო და დღეს მე 15 დღეა, მაგრამ გუშინაც ისე გვითხრა ექიმა რომ ნახოთ ხვალ რა შედეგი გექნებაო, რაღაცა სწავლა ხის თითებზე წამოვდექი დილასო და ნახავთ იქიდან როგორი იქნება ოდნავ ტკივის თუ იგრძნობო დაგიმატებო თუ არაო და გაგიშვებ და გაგათავისუფლებო და გვეხმრა გულში. ნახოთ არ ვიცი და დღეს ალბათ ვერ გავყვები. ახლოსაა ჩემთან შორს არაა, მაგრამ ხანა თანიკო რომ წავიყვანო, დაიღლება და ცოტა წავა დღესაც მარტო და ნახავთ დღეს რას ეტყვის. ბოლომდე თუ არ მიიყვანე მკურნალობა, მერე მაინც ჩენს თავს და მირჩევნია მიიყვანოს, რამდენადაც საჭიროდ ჩათვლის ექიმი. შინ გააგრძელებს და თუ არ არის საჭირო, ყველათაც რა თუნდა. ხო, დღეს დილას რომ გამეღვიძა, ერთი ადამიანის ვიდეოს ვუყურე. თან არ არის ის, რომ მე არ ვუყურებდი დიდად ადრე, არ ვიცოდი ამას. არ ვუყურებდი, იმიტომ კი არა რომ თქვათ ვიღაცა როდეს ყველას პატივს ვცემ, ყველას თავისებური მიდგომა აქვს ვიდეოსთანაც, ცხოვრებასთანაც და არავის მე არაფერს არ ვიცოდი, არ მომყოლია და მაგიტომ არ ვუყურებდი მეთქი თორე. და დღეს ვუყურე და უბრალოდ იმის თქმა მინდა, მე არავის არ ვიხებით სუდად ნამდვილად. იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ ხმაურიანი ვიდეოა, გარეთაც, სახლშიც, მაგრამ ყავს მაყურებელი და ყავს მშვენივრად გამომწერებიც და ასე რომ მეტყულა დავისტრესე, ერთი არა, 2 და 3 იყო. 2 და 3 იყო წამალს და ლევუცე ბოდიში. ხო და ყველა დავისტრესე რა ეხლა მართლა კი მაგით არ დავსტრესილ ვარ და დიდად და იგი არ ყოფილ ვარ, მაგრამ უბრალოდ რა ვიცი რა, მე რომ მინდა რომ წარმატებული იყოს ჩემი არხი და მინდა რომ იყოს მე არ ვამბობ განსაკუთრებული იყოს და ვაიმე ვინმეს ვეჯიბრებოდე რამეში, არა, უბრალოდ იმას ვამბობ, მოკლედ ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი ამბავია ეს ხმაურიანიგი და სხვა ვიდეოების იმაზეც მომივიდა. ის ერთი იყო იქ კი, მაგრამ სხვა ვიდეოების მაყურებელი იყო კიდევ 1-2 და იქედანაც მომივიდა და მაგიტომ ვამბობ. თორემ ამდენს აღარც გავიმეორებდი, დიდათ არც კი შენიშვნას ვხებულობ, მილიონჯერ ვთქვი, აი გუშინ მქონდა ერთს კიდევ მაგალითად რაღაც შენიშვნები მოუვიდა გოგოს, რომელიც მართლა არ არის შენიშვნის ღირსი, ვისაც როგორც ეხერხება ვიდეოს, ისე იღებს და ისე დებს. ხო და არ იყო ის გოგოს შენიშვნის ღირსი, მაგრამ მოუვიდა რაღაც ისეთი კომენტარი და გამახვილა იმანაც ყურადღება, რომ მიმართვას აქ და თქმას ძალიან ბევრი ნიშნულობა აქვს, როგორ მიმართავ ადამიანს, თუ არა მეტი კი არაფერი, აბა შენიშვნა უნდა მიიღო. ამას თუ აკეთებ არხს, ამასაც უნდა ელოდო, რომ იქ შენიშვნაც გექნება, მაგრამ ზომიერად და კულტურულად უნდა იყოს.
უბრალოდ ამას შევეხები და მორჩა მეც არაფერს და აღარც ისე დიდად არ ნერვიულობ, როგორც გამომივა, ისე გამომივა. მართლა სწორი იყო ერთმა რომ მითხრა, სხვანაირად არისო ვიდეოები ისეთები რომ რა ვიცი და აღარ ვიტყვი რა. აღარ ვიტყვი, ვინმეს არ მინდა რომ ან შევეხო და რაღაცა და არც შევეხები არასოდეს. ყველას თავისი აზრი გააჩნია ამ ცხოვრებაში და ყველას თავისი მეთოდი აქვს ცხოვრებისაც, სტილისაც და ყველაფრის. ყველა ერთნაირები ვერ ვიქნებით, რა თქმა უნდა. ეს ისე უბრალოდ გუშინ მაგალითად რატომ თქვი, ჯერ ჩემი დღეს დილას რომ უყურე მეთქი მაგიტომ და მართლა ხმაურიანი ვიდეოებია, მაგრამ არის და ნორმალურადაც არის და კიდე იმ გოგოს მართლა არ ეკუთვნოდა შენიშვნები, ის რა შენიშვნაც მოუვიდა, ნამდვილად არ ეკუთვნოდა, გადასარევი გოგოა, მართლა კარგი გოგოა, მე არ ვიტყვი, სახელს არ აქვს მნიშვნელობა და რაღაც ადამიანი როცა უყურებს, იქ რაღაც წვრილმანებს არ უნდა მე მგონი ჩაძიება და ეგაა და მეც შემაწუხა იმ გოგოზე მწერილმა კომენტარმა. მეტი არაფერი მეგობრებო და არც ვისტრესები და არც არაფერი პირიქით მივხვდი რომ დიდად ისეთ კომენტარებზე არ უნდა გაამახვილო თურმე ყურადღება. მივეჩვევი ყველაფერი არის მისაჩვევი. მაგისთანები გამომივლია და მაგისთანებს შევჩვევა. არაფერი. უბრალოდ რაღაც უცბად ისე მომხდა მაშინ გულზე და ეს იყო მეტიაც არაფერი. ჩაიარა მაგა. ვაგრძელებ ჩვეულებრივად, როგორც გამომდის ისე. ძალიან არ ცხელა სახშიც დღეს მაგალითად ნახოთ რა სიზამს ამით. მიხარია დღეს ნათანიკო გამამხიარულებს. მოიყვანს ალბათ პირველი ორისკენ და თქვენთანაც გამოვაჩენ. იზრდებიან ნელ-ნელა. ახლა მეოთხე რომ წამოგვეწევა, აგენი იმას გაზრდია. დრო გადის. როდის გავიდა ეს წლები არ ვიცი მართლა რომ მართლა ვერ ხვდები რომ გული არ ვერდებაო ბებიაჩემი იტყოთ. გული არასდროს არ ვერდებაო და ხო მართლა ისია. ეხლა ვერ გძნობ მეთქი არა იგძნობ საკეში რომ გახედავ ყველანაირად იგძნობ რომ მიდიხარ სიბერისკენ, მაგრამ როდის გავიდა დრო რომ ამ ხელაშვილის შვილები მყავს უკვე როდის გაიზარდნენ ცხოვრება სულ სხვანაირია მიდის წლები მოდის ახალი თაობა ჩვენ მივდივართ იქით ეს ბუნებრივია ეს ჩვეულებრივი ამბავია ბებიაჩემის ნათქვამი რამდენი რამე მახსენდება ძალიან ბევრი რამ ბუდიდან რომ ბარტყებიო ამოცვივდებიანო და მიმოიფანტებიანო მერეო შენო უყურებო ცარიელ შენს ბუდესო ხოდა მართლა ეგრეა შვილები დაიზარდნენ იცვლება იქ ცხოვრება ვინსად ვიდის ვინსად მერე შვილებს ნახავ რომ ერთი გათხოვდება მეორე დაქორწინდება ის ცალკე ცხოვრებს ნახავ რომ ბუდე ივსება ბარტყები რომ ჩდებიან ივსება მაგრამ მერე რომ გაფრინდებიან უკვე ცარიელდება საერთოდ ძველი ხალხის ნათქვამი ცხოვრებიდან გამომდინარე იყო და ის იყო ზუსტად რასაც ამბობდნენ ზუსტად რეალობიდან გამომდინარე და არა რამე წიგნებიდან ამოკითხული ცხოვრებიდან გამომდინარე რეალობებს ლაპარაკობდა ძველი ხალხი და ყველაფერი წინ ხვდება ბებიას ნათქვამები რამდენი რამე ბებიაჩემი იყო და
იგი სარკეშიო გახედნაო, გავხედო სარკეში არ მინდაო. და მიკვირდა, რატომ ამბობდა, პატარა რომ ვიყავ, რატომ ამბობდა, მიკვირდა. იმიტომ რომ ჩემი ბებია მუსლიმანი ქალი იყო, მორწმუნე ქალი და ანუ ლეჩაკს ატარებდა და უკვე ასაკთან მიდიოდა ხომ თანდათან მეც ვიზდებოდი, ისიც იზრდებოდა და მიდიოდა ასაკისკენ 70 გადაცილებული თქვათ და მე რომ პატარაობის მერე კი ეხლა მე რომ გავათვით ცნობიერი რომ გავიზარდე მე ვხდებოდი, მაგრამ პატარაობისას ვერ ვხდებოდი, მაგრამ მეგონა რომ ბებია როგორიც დავინახე, ისეთი დაიბადა ბებია თუ ახალგაზრდა იყო, ბებია თუ პატარაობის აზრე ბებია თუ ჩვენნაირად ბავშვი იყო, არა, მეგონა რომ ისეთი დაიბადა და რატომ ამბობდა ის სარკეში გახედნის რატომ არ უნდა და მიკვირდა. და ეხლა რომ ვფიქრდები, განამერეც მივხვდი, მაგრამ ეხლა რომ ვფიქრდები, რამხელა ის იყო მისთვის, რომ უყურებდა მის სახეს, მის დანაოჭებულ სახეს, მის თეთრ თმას, მის ჩავარდნილ, თქვათ, ლოყებს, ჩაცვენილ თვალებს, აღარ უნდა იმის დანახვა და ეხლა ზუსტად მე რომ ვუყურებ სარკეში აღარ მინდა ჭაღარას რომ ხედავ, აღარ მინდა აღარ მინდა იმ გაგებით რომ ბერდები მეთქი, თორე მაწუხებს ეხლა ვაიმე ეს რა არის და რა მოხდა, უნდა შეეგო იმასაც რომ დაბერდები, მაგრამ მაწუხებს ის რომ ბერდები თავისთავად ცხოვრების რაღაც წლები გაკლდება და არ გემატება. ხო და რამდენ რამეს ამბობდა ერთ სიტყვაში ბებია ჩემი და მაშინ ვერც ვიაზრებდი. ბავშვობის ძალიან ბევრ რამეს ვიხსენებ და კაია. ის წლები კაია, ნეტად აბრუნდებოდეს პატარები რომ ვიყავით და ბებიას და ბაბუას გვერდით რომ ვისდებოდით. დედაჩემის და მამაჩემის ახალგაზრდობის სახე რომ მახსენდება, ნეტად აბრუნდებოდეს ის წლები. სადღა წლები გაფრინდება და მოგონებები დარჩება. მერე ჩვენი შვილიშვილები ასე მოიგონებენ ჩვენ თავს, დრო რომ გავა. კარგი გასახსენებელი გქონდეთ, თავარი ესა. ცუდად რომ არ მოგვიხსენიონ. არ დავტოვოთ ისეთი, რომ ცუდად მოგვიხსენიონ, თორე ეხლა როგორც მე მაგალითად ბებია ჩემი ხომ ახლოს ცხოვრობდა ჩვენთან და ჩვენ ცალკე ვცხოვრობდით და მე და ჩემი პატარა ძმა მაგ ვიდეოში ნათქვამი სულ ალბათ კვირაში 5 დღე იქ ვიყავით და 2 დღე დედასთან. და რომ ავდიოდი, ბებიასთან უნდა დამეძინა, სხვაგან არ დავიძინებდი არაფრის დიდებით. ბებიას უბეში უნდა ჩავხუტებოდი და ისე უნდა დამეძინა და ახლა რომ ვიხსენებ ნათანიკოა ზუსტად მას რომ მოვა ხო, ხელებს ასე გადმომახვევს, ჩამეხუტება და ჩემთან დაიძინებს და მამაც რომ სახლში იყოს, მაინც არ დაწვება მასთან. არ დაიძინებს, ჩემთან უნდა. ბებიები ვანებივრებთ შვილიშვილებს, კი, და მაგრამ მარტო მაგიტომაც არა მე ვფიქრობ. თბილები, საყვარლები და რაღაც როგორები არიან. სპექტაკლები მათში რომ 1% არ არის რამე აფერისტობის და სუფთა გულით რომ არიან შენთან და იმას აკეთებენ რომ რასაც გულით უნდა. რაც რომ გულით უნდა და ისე ჩახუტებული და ეძინება ჩემთან. საწვევინა თანიკო ახლა შენ სად ეძინებ? წადი მამასთან ვეთქვი ხუმრობლით და თუ მამამისი სახლშია და არა მე ბებიასთან და ბაბუასთან წვევი და ჩვენ ყველაზე წინ გაიქცევა რომ არ დამაწვინონ იქითო.
გემრიელია ძალიან. ხო, კაია, კაი მოგონებები, კაია, ნამდვილად. ცხოვრება სხვანაირი მოვიდა, უწინდელი დრო სულ სხვა იყო. ეხლა სხვანაირი ცხოვრება, ყველას რაღაც გადატვირთული ცხოვრება აქ და არავისთვის აღარ ცალია, რაღაც ისე არის. ადრე 5 დღე კი არა, 3 დღე ისე არ გავიდოდა, სუფრები არ ყოფილიყო გაშლილი და ჭამასმა და ეხლა როგორ ვართ, აი კი სტუმრიანობაც არის, როგორ არა მეც ყავს სტუმრები და იგი, მაგრამ ისე რომ ახლა ვინც მოდის დამჯდარი რომ არ არის უკვე არა ჩვენ მალე მივდივართ. დრო არა აქვს ხალხს რომ დაჯდეს, შეირგოს და თუ გინდაც მეც შევირგო ჩემი სტუმარი. სანამ სტუმარს მიხედავ დაალაგებ, უკვე მიდის. რაღაცნაირი აჩქარებული ცხოვრება მოვიდა თუ ეს რომ ამბობენ ახლა რომ დრო გარბისო რაღაცნაირად თუ საათიო სხვანაირად ასე იციან ახლა თქმა. დრო გარბისო და საათიო სხვანაირად მუშაობსო რა, არაფრად სხვანაირად არ მუშაობს ახლა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მართლა შეცლილია ყველანაირად ცხოვრება. ვინც ახლა 90-იანებს ვართ შესწრებული, საქმეც იყო, გაჭირვებაც იყო, უქონლობაც იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით და მაინც ერთმანეთი გვინდოდა, გვენატრებოდა და ვასწრებდით ყველაფერს და ეხლა უფრო მეტია საშუალებაც, უფრო მეტია ქონებაც, ყველაფერი მეტია, მაგრამ დრო არ არის. კი ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ დროს თუ არ გამონახავ, არასდროს არ იქნებაო, მაგრამ ფაქტიურად ვეღარ გამონახავ. ყველა არის გადატვირთული სხვანაირ სამუშაოს. დღე ღამე მუშაობაა და დაღლილ და კანცულ ადამიანს მე სტუმრად წასვლა კი არა, მოსვენება გინდა და მეტი არაფერი. რა ვიცი, რომ ვაკვირდებით უკვე ასეა. ძალიან ბევრი ასე ცხოვრობს. ხო და ბებია ჩემი იტყოდა რომ დროს უნდა მიყვეო და დრო შენ არ მოგყვებაო. ხო და ვართ მიყოლილი, რა გზა გვაქვს. შეიძლება ყველა თემაზე რაზეც ვილაპარაკო ბებია ჩემის ნათქვამები მოიხსენიო. იმიტომ რომ რასაც ის ამბობდა დღეს ჩემთვის რეალობად არის ქცეული. დროს უნდა მიყვე და დრო შენ არ მოგყვებაო. ეს ადრეც მასე იყო რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ვერ ვიაზრებდით რას ამბობდა და ეხლა მართლა ასეა. ხო დღეს რაღაც ასეთი მოგონებებით და რაღაც ასეთი თემებით მოვედი მეგობრებო, იმიტომ რომ დაღლილი და კანცული ეხლა მინდა რომ საერთოდ არ ავდგე და ვიჯდე ასე. ისე ვარ, მაგრამ მოვიკრიბო ძალები და შევდგე საქმეს. აი ეს თითების კაცუნი მიყვარს და იგია, აქვია, ერთ ვიდეოში კიდე იყო ამის ხმა და ეხლაც დამავიწყდა გავატკაცო. მიყვარს ასე რომ დავჯდებით კაცთან. ვატკაცუნებ ამ თითებს. ხო და ასეთი ვიდეო გამომივიდა დღეს, მაგრამ შვადღის მერე საღამოსკენ უფრო სხვა ვიდეოთი მოვალ. ნათანიკორად განიყოლება. არ ჭამს არაფერს. ხო და რამე მოვიფიქრო ისეთი მისთვის რომ აჭამო. ხაჭაპური გამოვაცხო თან ეხლა გიგაც შეჭამს. შეიძლება იფიქროთ რომ ყველა დღეს ხაჭაპურით არ იჭმებაო, მაგრამ ნათანიკოც შეჭამს ხაჭაპურს, გიგაც შეჭამს და თან კამპოტიც არის სახლის გაკეთებული ჩემი და რა ვიცი. აღარ ჭამენ დილას რამეს მამას და მაინც და რა მნიშვნელობა აქვს ხა ვიცა გამოვაცხო და იქნება, აღარ შეჭამენ.
ერთი მე არის მინდა ლავაშის ფენები, მაგრამ თუ შეჭამა გიგა მაგიც მსუყია ბოსტნეული ჩინი, როგორც შაურმა იმ სტილში რომ გავაკეთო, ვაკეთებდი ადრე და ჭამდა, მაგრამ ეს სიცხეებში და ზაფხულში არ უნდათ და მაგას ვამბობ, თორე ერთი მე შემხვდა მინდა ვიყიდო, უნდა აქ ახლომახლოს ჩემთან არ არის და ვიყიდე და მაგასაც გავუკეთებ ერთი დღე. რომ რაღაცით შეცვალო, თორემ ეს აღარ უნდა რაღაცებს ვიგონებ, რომ დილას იქნება 1-2 ლუკმა შევაჭამო და უჭმელი არ გავუშვა და ხაჭაპურს ჭამს. ყველა დღე შეუძლია რომ შეჭამოს. ავდექი ხა მეგობრებო, წავიდე, უკვე 11 დაიწყო. გავამზადო, მიმოვალაგო და შევხვდე ნათანიკოს. ვფიქრობ, არ ვიცი, უცებ გავვარდე მაღაზიაში და საფხოლის ზედაქვე დავუყიდო მეთქი. თუ მოვასწარე, მინდა გასვლა. თუ მოვასწარეო. ისე უბრალო რომ ასე სახში ჩასაცმელად რომ აქ რაც მაქვს უფრო შემოდგომის და ზამთრისთან საცმელები მაქვს, რაც ვუყიდე და არის აქ და ხო ზაფხულისა არ მაქვს და მაგრამ გავიდე მეთქი და ვიყიდო ერთი წყვილი მაინც ჯერჯერობით ერთი და ნახოთ აბა თუ მოვასწარი მინდა გავირბე. კარგით მეგობრებო, წავალ ახლა შევდგები ჩემს საქმეს და მერე მოვალთ მე და ნათანიკო. დაგემშვიდობებით ახლა შვიდობიან ხალისიან წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას და ყველას გეხუტებით და გეფერებით დროებით.